ამერიკა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მითხრა, რომ ერთ საათში ველოდებოდა გენერალური დირექტორი საზოგადოებრივი მოხალისეობის ახალ შენობაში. მოვედი და გამაცნეს გადაწყვეტილება, შიდა მოკვლევის ვადები დღე-დღეზე იწურება, შიდა მოკვლევის საკვლევის მიერ მოკვლეული დოკუმენტის მიხედვით დღეს დირექტორთა საბჭომ იმშელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავითავისუფლებდნენ სამსახურიდან. ამ გადაწყვეტილების შესახებ მე რამდენიმე წუთის წინ გამაცნო თინათი ბერძენიშვილმა, ეს იყო სიტყვიერი შეხვედრა და ამ გადაწყვეტილების ოფიციალური ნაწილი უშუალოდ იურისტისგან და ადამიანური რესურსებისგან მე უნდა ჩამბარდეს. ახლა შენობაში იმყოფება ასევე გენერალური დირექტორთან შეხვედრაზე ნინო ზაუდაშვილი. სავარაუდოდ მასთანაც იგივე შინაარსის შეხვედრა იქნება, რათა მას დირექტორთა საბჭოს ეს გადაწყვეტილება გააცნო. მოკლედ 40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პატარა წყალთან მქონდა შუალედში 8 წლიანი. დანარჩენი 40 წელი აღარ სრული. ზუსტად 2 წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათი ბერძენიშვილმა, ელენე მიხაილოვამ და თამარ შუბლაძემ ასე თავის თქმებით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათ. ნამდვილად არაფერი არ მეთქვის. რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს მაინც სამართლებრივი მხარე ყველაზე მნიშვნელოვანი. დისციპლინარული მოკვლევა ახსენეს, ის საფუძველსაც გამოშვეს, ოღონდ დისციპლინარული მოკვლევის შედეგები ჩემს არავის არ გაუცნია. არავის არ უთქვამს, რომ ამის გამო ეს რა გააკეთე, ეს გააკეთე. არასე, რაგისტრაც ნამდვილად არ ვიცი და მე ისეთმა ადამიანებმა დატოვეს სამსახურები ბოლო აგერ 1-10-20 დღის განმავლობაში, რომ ცოტა მეტიც კიდე მე ნამდვილად ახლა არც მიყვის, არც მწყის და არც ნახოთ, მე ზუსტად ვიცი, რომ მაგერია და მაინც